31 წლის. სწავლობ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და სიმღერა. 2 თვეა ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ პორტუში. ვთამაშობ ცენტრალურ თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. პორტუში რაც მივედი უკვე გავიტანე 20 გოლი. 1 გოლი გამოვიდა განსაკუთრებულად ლამაზი. ჩააწოდეს კუთხური მეგარი ხელში დაიჭირა და გადმოვიდო. მთელი მოედანი სიკვდილით გავებინე და ახლოდან დაურთხი ძლიერი და გავიტანე გოლი. ისეთი მომენტიც გქონია რომ უეჟველი უნდა გამეტანა, მაგრამ ვერ გავიტანე. კუთხური ჩააწოდეს ძალიან კარგად მიდექი, მაგრამ თავი ავაცილე. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი ის მაქვს, რომ პასებს ხშირად არ ვიძლევი. პორტუში მყავს 2 ძნელი, რომა მასწავლებელი და 1 მასწავლებელი. მხიარული არის რომა და მკაცრი არის ელდარიოს. ძალიან მკაცრიც არა. მკაცრი არის, როდესაც შენიშვნებს ემსახურებ თამაშის დროს. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლეო მესი და გუნდი არის ბარსელონა. ჩემი კარიერა ასეთი წარმოდგენია. ჯერ დავიწყედი ბაიერნში, შემდეგ გადავიდოდი ჩელსიში და მერე ბარსელონაში. მე ვაპირებ ვითამაშო ფეხბურთი 38 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ძიუდოს მასწავლებელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მეგობრები მყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ამიგო გორგილაძე. ყველაზე ცელკია გიგა ბუხულაიშვილი. ყველაზე ჭკვიანია ლაშა დიასამიძე. ყველაზე მშვიდია ანასტასია დიასამიძე. მე ვარ ყველაზე მოუსვენარი, გონიერი და სიმპათიური. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქვევ გუგას და ანანოს. ჩემ ცოლს დავარქვევ ელენეს. ჩემი საყვარელი საგანია კარტული. საყვარელი მასწავლებელია ლამარა ვარშანიძე. იმიტომ რომ ჩემი დამრიგებელია, მშვიდია და არ არის მკაცრი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ბეტმენი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან უფრო კარგად მეცოდინება ფეხბურთი და კარიერაშიც საქართველოს ნაკრებშიც ვითამაშებდი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ჩემი და-ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 და და 1 ძმა. ჩემი და არის 4 წლის და ქვია ანიტა. ის არის წელკი, დირალა და ბრაზიანი. ძმა არის 2 წლის და ქვია გაბრიელი. გაბრიელი არის წელკი, მოუსვენარი, სულტირის და ჭკვიანი. ჩემი აზრით ანიტა გამოვა სტილისტი და გაბრიელი გამოვა ჯარისკაცი. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და მკაცრი. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და გონიერი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული შემწვარი კარტოფილი. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე იმრიად გააკეთებს კუპტარს. ჩემი ოცნების საჭმელია ნამდვილი მანქანა. 22 წელს გავხდები ვიყიდი ბოლო მოდელის შავ მერსედესს. ჯადოსანი ჯოხი რომ მქონდეს, გავხდები მესიზე მაგარი ფეხბურთელი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. დარწმუნებული ვარ, ცოლთან ერთად აუცილებლად წავალ. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ისრაფის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, როდის თავდება ბავშვობა. მაგალითად, ჩემი აზრით თავდება 10 წლის ასაკში. მე უკვე ვინატრება ჩემი ბავშვობა. ბედნიერება არის საჩუქრის შუქება, ოჯახის კარგად ყოფნა და ფეხბურთის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.